სააკაშვილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში მას სიკვდილი დაემუქრება, თუკი არ მოაწერს ხელს მედვედევის მიერ შემოთავაზებულ ფორმულირებას. იგი დღემდე ცოცხალია, იგი წარმატებით ახორციელებდა თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილებას, მათ შორის ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, იყო უკრაინაში, დადიოდა საკმაოდ თავისუფლად და არავინ არ ემუქრებოდა მას არანაირად მის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა რუსეთის მხრიდან. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ იგი იტყუება. იგი იტყუება, იმიტომ რომ საკითხი, რომელიც ეხება ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას საერთაშორისო ფორმატებში, ეს ის თემა იყო, რომელიც უშიშროების საბჭოსთვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა გაეროში. მან ისე დახატა ეს სიტუაცია, ვითომ ეს ჩვენ სარგებელს არ მოგვიტანდა. და ვითომ ეს სარკოზის მიღწევა კი არ იყო, მედვედევის მოთხოვნა იყო, რაც აბსოლუტურად შეცდომაში შემყვანი მესიჯი იყო მთელი საზოგადოებისათვის. აი მაშინ თქვა პირველად, რომ რუსეთი ემუქრება მას, მაგრამ იგი მაინც ხელს არ მოაწერს. არც ერთი მუქარა რუსეთისა არასოდეს არ განხორციელებულა მის მიმართ. დღესაც იმასზეა, რომ თითქოს რუსეთი აწარმოებს მის მიმართ გარკვეულ პოლიტიკას და ციხეშიც იმიტოსის. და არა იმიტომ, რომ მილიონებით მოიპარა ბიუჯეტიდან. და არა იმიტომ, რომ უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი. და არა იმიტომ, რომ 1000 გზის ჩაიდინა დანაშაულებები, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი პროპაგანდაა. რეალურად დააშავა იხდის სასჯელს. აქ არ არსებობს არანაირი სხვა ფორმულირება. დღეს ცდილობენ შემოგვაპარონ მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თითქოს რუსეთს აქვს რაიმე სააკაშვილის მიმართ პრეტენზია. პირიქით, თუკი ვინმემ რუსეთს რაიმე სიკეთე გაუკეთა ამ რეგიონში, გინდა სტრატეგიული ობიექტების მიღებით, გინდა აი ამ ტერიტორიების საკმაოდ სერიოზული სტრატეგიული ამოცანების მიუხედავად, რომელიც ამერიკას და ევროკავშირს გააჩნდა აი ამ საგზაო რუქის დარღვევით და რუსეთისათვის უპირატესობის მიცემით. და არაერთი სხვა მიმართულებით სააკაშვილი ყოველთვის მოქმედებდა ვითომ რაღაც რიტორიკულად რუსეთის საწინააღმდეგოდ, მაგრამ კონკრეტული ქმედებები გვიჩვენებს იმას, რომ თუკი რუსეთმა უპირატესობა მოიპოვა რეგიონში, ყველაფერი ამის ლომის წილი ამ წინაპირობისა შექმნა სააკაშვილის ხელისუფლებამ და პირადად სააკაშვილი.